მოგესალმებით ყველას ქრისტე აღდგა, მინდა მოგილოცოთ აღდგომის დღესასწაული დღესასწაული და გითხრათ ჩემი აღშფოთება და ჩვენი როგორც წინააღმდეგობის პლატფორმა, რომ ის პერიოდი, ეს სააღდგომო პერიოდი, დიდი შვიდეული, რომელიც ყველა ქვეყანაში არის აღნიშნული იმითი, რომ რაღაც ჟესტები მიღებული არის ყოველთვის მობიერების იმათ მიმართ, ვინც ამ ციხეში არიან და ვინც არიან მსხვერპლი სხვადასხვა პირობებში. ჩვენთან ეს არ მოხდა და არ ხდება და ძალიან გასაგები არის ერთის მხრივ, იმიტომ რომ მეორე ქვეყანა, რომელიც ასე იქცევა და ვნახეთ უკრაინაში დაბომბვები, არის რუსეთი, რომელიც სწორედ იმ დღეებში, რომელიც არის საზეიმო და ქრისტიანული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, სწორედ იმ დღეებში პირიქით აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს. და ჩვენი აქაური რუსული რეჟიმი ასევე იქცება თავის მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ, გაახშირა დაკავებები ამ პერიოდში, აღდგომა დღეს, ორშაბათს და ყველაზე უსუსურ პირობებში, ანუ ადამიანები, რომლებიც არავინ არაფერს არ არღვევს საერთოდ, იმიტომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი პირველივე დღიდან. მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე და აჯარიმებენ ადამიანებს მანქანის არასწორ დაყენებისთვის, როდესაც მანქანა არ გააჩნია და ასე შემდეგ. ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედი და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოტა სხვადატვირთვით, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმისი, თუ რამდენად რუსული არის ეს რეჟიმი. რუსული რეჟიმი სწორედ იმაშიც გამოიხატება და ეს არის ჩვენი დღევანდელი წინააღმდეგობის პლატფორმის კიდევ ერთი თემა, რომელზედაც შევთანხმდით, გამოიხატება იმაში, რომ ეს ვიზა ლიბერალიზაციის თემა, რომელიც ორ მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის კიდევ დაშინების ნაწილი, დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამითი მორალური წნეხი საზოგადოებაზე არის გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის ამ კამპანიაში, იმიტომ ეს არის დაწყებული, სწორედ სააღდგომოთ ესეც დაწყებული არის როგორც კამპანია. ეს არ მოდის იქიდან, არც ბრიუსელიდან, არც ერთ ევროპულ დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის, რომ შეწყდეს სწორედ ვიზა ლიბერალიზაცია. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზედაც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ. არა, ეს არის მათი მიზანი, ეს მოყვება მათ მოქმედებებს და იმ რეჟიმს, რომელიც ყოველდღიურად ხან ლანძღავენ რომელიმე დედაქალაქს, ევროპის დედაქალაქს თუ აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან და ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებული იქნა გასულ 28 ნოემბერს პროცესის შეწყვეტის, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ამაშიდაც ეს არის რუსული პოლიტიკა, რუსეთის მიზანი არის, რომ საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან და აღმოჩნდეს მარტო დაუცველი მისი დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი რუსეთის მისი სხვადასხვა განზრახების ქვეშ. ამიტომ ჩვენ არ შევცდეთ იმაში, მცდელობა არის ასევე
რეჟიმის მიერ, რომ ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში, ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე, ცდილობა არის ასევე, რომ პასუხისგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომც ისინი გვსჯიან, არავის არ სჯის ევროპა, გარდა გარკვეულ პიროვნებებს, როცა სანქციები არის გამოცხადებული, ინდივიდუალური სანქციები, მათი გადაცდომებისთვის ყველა მხრივ, ეს იქნება სასამართლო სფეროში თუ ძალოვან სტრუქტურებში და ასე შემდეგ და ის ინდივიდუალური ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას, პირიქით, ჩვენ გავიხსენებთ იმას, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, იმიტომ რომ დაინახა ევროპამ თუ რამდენად ქართული საზოგადოება იყო მონდომებული და იყო მზად ევროპული ინტეგრაციისთვის და იცავდა კბილებით ამ ინტეგრაციის გზას, ამიტომ საზოგადოების მიმართ და ხალხის მიმართ არ არის არანაირი სურვილი, რომ შეწყდეს ეს შეღავათები, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია, მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ყველა მხრივ, ყველა ფორმით ცდილობს, რომ საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებისგან და გადმოიყვანოს სრულ ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისგებლობა არის ივანიშვილის და არის იმ კლანის, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას რუსული წესებით. ამიტომ ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოусმინოთ, ამ საკითხზე უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან, ევროპამ რამდენი რამე სცადა და გააკეთა იმისთვის, რომ პირიქით გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც გადააქცევს ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად და თუ არსებობს გზა, რეალური გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია შემოვიერთოთ ხვალ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლით და არა ევროპიდან ჩამოშორებით. ესეც არის საკითხი, რომელზედაც უნდა დავფიქრდეთ და მე იმას გავიხსენებდი აქა, თუ რამდენჯერ ვცადე მე ამ მოქალაქეობის საკითხებზე, როცა ვმუშაობდი, რამდენჯერ ვცადე, რომ ჩვენ გვეფიქრა და მიგვეღო გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ძალიან მარტივად დაგვებრუნებინა, აღვედგინა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებისთვის, ვისაც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა წარსულში, რომ მათთვის დაგვებრუნა ძალიან მარტივად ეს მოქალაქეობა, რომელიც იყო მოთხოვნა ამ რეგიონებიდან, რადგან რუსეთში სანქციებმა ესენი ჩამოაშორა სწორედ გარე მსოფლიოსგან. ვერ მივიღე თანხმობა ვერც ერთ სტრუქტურიდან იმ დროს, როცა მე ვიყავი იმ პოზიციაში, როცა მქონდა ყველასთან საუბარი და ვეცდებოდი, რომ ყველა დამერწმუნებინა იმაში, თუ ეს რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ანუ გზა, კიდევ ერთხელ მინდა ამას გავუსვა ხაზი, გზა ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი გაერთიანების არის ევროპასთან, ევროპაში, პარტნიორებთან და არა რუსეთში.